დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ხშირად ხდება მცდარი წარმოდგენების და სტიგმის მსხვერპლი. ეს არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, იგივე ADHD. ბევრს გონია, რომ ეს მხოლოდ ხასიათის სირთულე ან უბრალოდ კონცენტრაციის ნაკლებობაა. თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია. სინამდვილეში ეს არის ქრონიკული ნეიროგანვითარებადი დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურობაზე და პროდუქტიულობაზე და ასევე ემოციურ მდგომარეობაზე. დღეს ჩვენი სტუმარია ანა მახარაშვილი, თანადამფუძნებელი ასოციაციის ADHD-ის ჯორჯია, რომელსაც თავადის დიაგნოზი აქვს და მასთან ერთად ცხოვრობს პირადი გამოცდილება აქვს. ანა, დაგვეხმარებათ, გავიგოთ უკეთ რა არის სინამდვილეში ADHD, როგორ ვლინდება ის სხვადასხვა ასაკში და როგორ შეიძლება მისი მართვა ისე, რომ ადამიანმა სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიეთ და ხართ ჩვენი სტუმარი. პირდაპირ კითხვას დაგისვამთ, ანა, ზოგადად რომ განუვარტოთ მაყურებელს, რა არის ADHD, რას გამოვლინებები აქვს და როგორი არის მასთან ერთად ყოველდღიური ცხოვრება. კი ბატონო, მადლობას გიხდით იმაზე, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ თქვენ სწორედ თქვით, ეს ხშირად არის სტერეოტიპის მსხვერპლი. თვითონ დაავადების სახელწოდებაც გვეუბნება, რომ ეს არის ყურადღების დეფიციტი, ანუ როცა ადამიანს უჭირს ყურადღება დაუთმოს ერთ საქმეს ხანგრძლივად, უჭირს ფოკუსი, კონცენტრაცია და შეიძლება მისი ეს ჰიპერაქტიურობა არ იყოს მხოლოდ ესეთი ბავშვური, საყვარელი ხვანცალი და მოусვენრობა, ეს იყოს ისეთი მდგომარეობა, როცა ბავშვს ხელი ეშლება სხვადასხვა ფუნქციონირებაში, მაგალითად სკოლაში ვერ ჩერდება, წრეებზე ვერ ჩერდება, აი ამ ხვანცალის გამო ვერ ისმენს მითითებებს, ინსტრუქციებს და შემდგომ ვიღებთ ასეთ ეგრეთ წოდებულ ურჩ ბავშვს, რომელიც კარგ ვარიანტში მოხსენიებულია როგორც ურჩი მხოლოდ, მაგრამ ცუდ ვარიანტში შეიძლება იყოს ესეთი უპასუხისმგებლო, ზარმაცი, ურჩი, მოусვენარი ბავშვი. ვამბობ ბავშვს, რადგან ეს არის ბავშვობაში იწყება ეს პრობლემა. გამოვლინება შეიძლება სხვადასხვა ასაკში დაიწყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად იწყება აი პირველ-მეორე კლასში, როცა უკვე ბავშვს ევალება მეტად მოიკრიბოს თავისი კონცენტრაცია, ყურადღება და ნაკლებ იხვანცალოს. ახლა ბავშვი, როდესაც საბავშვო ბაღში ხვანცალებს, ეს არ არის ხოლმე ძირითადად პრობლემა, ხო? მაგრამ როცა უკვე ვთხოვთ ბავშვს, რომ ის 40 წუთი, 45 წუთი საკლასო ოთახში იჯდეს და მოусმინოს მასწავლებელს, აი უკვე მან ვხედავთ, რომ მას იმაზე მეტად უჭირს, ვიდრე თანაკლასელებს. აი ამასაც მინდა გავუსვა ხაზი. ხშირად ADHD-ის მქონე ადამიანებს ის სიმპტომები აქვს, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი გეუბნება, მეც მაქვს კაცო, გასაღებ სულ ვკარგავ, ვერ ვჩერდებოდი ბავშვობაში სკამზე, სულ ხეებზე დავძვრებოდი. ეგ აბსოლუტურად ვეთანხმები. ADHD-ის მქონე ადამიანს კი აქვს ის სიმპტომები, რაც შეიძლება ნეიროტიპურ ადამიანსაც ჰქონდეს და ნეიროტიპურ ბავშვსაც, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ სიხშირეზე, სიმძიმეზე და რამდენად ეს უშლის ამ ადამიანს ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს. სადაც მინდა ასევე გავისაუბროთ, არის ის დახმარებები, რომელსაც თავაზობენ ADHD-ის მქონე პაციენტებს სხვადასხვა ქვეყნებში. თქვენ თავად გაატარეთ 5 წელიწადი ეს უნივერსიტეტში ამერიკაში, თუ გაქვთ გამოცდილება, იქ როგორ უდგებიან ამ დიაგნოზს და რაიმე ხელშეწყობა მოაქვთ მეტი ახალგაზრდებს და ზოგადად მუშაობ პერსონალს. კი ბატონო. ADHD-ის მქონე ბავშვებს აქვთ ბევრი ხელშეწყობა სასწავლებლებში. მათ შეიძლება სიმძიმის მიხედვით და ცხადია ლიცენზირებული სპეციალისტის, ხშირ შემთხვევაში ფსიქიატრის რეკომენდაციის მიხედვით დასჭირდეს სპეციალური საგანმანათლებლო მიდგომა, ასე ვიტყვი, აი special education track, ესე ეძახიან ამათ, რომელიც მისი სკოლის ფსიქოლოგის, მისი მასწავლებლების და სპეცმასწავლებლების ჩართულობით შეიძლება ამ ბავშვს დასჭირდეს დამატებითი ხელშეწყობა, დამატებითი დაუშვათ უფრო გახანგრძლივებული დედლაინები. ასეთ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ სკოლაში გამოიყენონ დამატებითი სათამაშოები, რომელიც უფრო მათ ამ მოჭარბებულ ენერგიას რაღაც სხვა გასახანს მისცემს, ხო, ასე ვთქვათ, ეს სათამაშოები, რომელიც უფრო ხელით შეუძლია ბავშვმა გამოიყენოს, ისე რომ თანაკლასელებს ხელი არ შეუშალოს, მაგრამ აი ამითი ეს ზედმეტი ენერგია გამოუშვას და უფრო უკეთ შეძლოს კონცენტრირება სამუშაო პროცესზე, ხო? შეიძლება სიმძიმის მიხედვით ბავშვს დასჭირდეს, რომ პერიოდულად საკლასო ოთახიდან გამოვიდეს და გაიარ გამოიაროს. ასევე ბევრ საკლასო ოთახში შეიძლება იყოს ესეთი დასამშვიდებელი კუთხე, სადაც ბავშვი თვითონ ხდება, რომ შეუძლია წავიდეს და დაჯდეს იქ და დაისვენოს. ასე რომ კი, ხელშეწყობა აქვთ ამ ადამიანებს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ
ეს არ არის, რომ ეს ადამიანები ცდილობენ ზედმეტი შეღავათები მოიპოვონ სასწავლო პროცესში, აი ამ დიაგნოზის ქვეშ. ეს ასე არ არის. აი მე ამას ასე ვხსნი ხოლმე, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს კარგად, უკეთია სათვალე, ხომ? ეს არის ხელშეწყობა იმისი, რომ მე რაღაცა ისე არ გამომდის როგორც ხვას, ანუ მე ვერ ვხედავ შორს და იმისთვის რომ დავინახო, ჭირდება სათვალე, ხო? იგივენაირად ADHD-ის მქონე ბავშვი ვერ ფოკუსირდება ისე როგორც ნეიროტიპიური ბავშვი და შეიძლება მას დასჭირდეს ზუსტად ის რომ რაღაც სათამაშოთი ითამაშოს, პერიოდულად გავიდეს და დაჯდეს პუფზე და შეიძლება ნეიროტიპურმა ბავშვმა თქვას რომ აი კაი მეც მინდა რომ წავიდე და წამოვწე, მაგრამ იმას იმიტომ უნდა რომ უბრალოდ ეს კარგია და სახალისოა და ADHD-ის მქონე ბავშვი იმიტომ უნდა რომ ის ფიზიკურად ვეღარ უძლებს იმ ერთ ადგილას ჯდომას და მისთვის ეს შეიძლება ისეთი მძიმე იყოს რომ შფოთვაც კი გამოიწვიოს და ფიზიკურად კლინიკურად მას კონდეს აი ეს მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ზუსტად აი ამ დამხმარე შეღავათებს. თუ გახსენდებათ კიდევ სხვა ცდარი შეხედულება, რომელიც აი ყველაზე ხშირად გესმით ADHD-ის შესახებ. კი, როგორ არა, მაგალითად ეს არის სიზარმაცე და თუ კარგად მოინდომებ, ძალიან კარგად ფოკუსირდები. მაგალითად ხო ის რომ, რა ვიცი, კაცო, ვის არ ასჭირს ეგ? ანუ სად იყო ჩემ დროს ADHD, ხო? ანუ ADHD შეიძლება სახელი არ იყო, მაგრამ ADHD ძალიან დიდი ხნის წინ იყო აღწერილი წიგნებში, იყო აღწერილი გერმანულ ლიტერატურაში და ეს არ არის მაინც ამერიკიდან შემოგორებული რაღაცა, რის გამოც ჩვენ ზარმაცი ადამიანები ვცდილობთ რომ რაღაცა, ხო? ანუ რო დაუკვირდეთ, რატომ იწვევს ეს გაღიზიანება? ეს იწვევს გაღიზიანებას ხალხში, იმიტომ რომ გონიათ რომ მე ამ მიზეზით ვიქნები გვიან, არაპუნქტუალური, არ გავითვალისწინებ სხვის დროს, არ ვიქნები პასუხისმგებლიანი და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, გავამართლებ იმით, რომ მე კლინიკური დიაგნოზი მაქვს და ახლა რა გინდა ჩემგან, ხო, რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. ეს არ არის მასე, იმიტომ რომ ADHD არ გვეუბნება იმას, რომ ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების წესები და მოლოდინები და იმ დამსაქმებლის წესები და მოლოდინები და იმ სასწავლებლის წესები და მოლოდინები. ეს უბრალოდ იმას გვეუბნება, რომ ჩვენ თუ ვერ უმკლავდებით ამ დავალებებს და აი ამ გამოწვევებს ისე როგორც ნეიროტიპური ადამიანები, ჩვენ კი არ ვართ ცუდები და ზარმაცები და უპასუხისმგებლოები, რაც მერე იწვევს დაბალ თვითშეფასებას, შფოთვას, დეპრესიას და სუიციდალურობასაც კი, როცა ადამიანები იმ მდგომარეობამდე მიდიან და ისე ჰგონიათ, რომ ასეთი ცუდები არიან, რომ შეიძლება სუიციდითაც დაასრულონ, ხო, ცხოვრება. ჩვენ უბრალოდ ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ თქვენ არ ხართ ცუდი, ეს არის რაღაც კლინიკური მდგომარეობა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მართვა, ნამდვილად სჭირდება ძალისხმევა, ოღონდ ძალისხმევას სწორედ უნდა მივმართოთ. იმაზე კი არ უნდა მივმართოთ ძალისხმევა, რომ საკუთარ თავს თითი უქნიოთ და შეცუდო და შეზარმაცო, ორშაბათიდან უკეთ მოინდომე და ყველაფერი კარგად იქნება. პირიქით, სხვანაირად უნდა მივმართოთ ეს, რომ მოიცა ერთი წუთი, ეს თუ კლინიკური დიაგნოზია და თუ უკვე შესწავლილია, იქნება რაღაცა სხვა მეთოდები არსებობს, რომლითაც შემიძლია რომ მე აი იმ სასწავლებელში იქნება თუ სამსახურში უკეთ ვიფუნქციონირო და არანაირად არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ კაი, ახლა რადგან ეს გჭირს, შეგიძლია უგულებელ ხო ის მოლოდინები, რაც ჩვენს მიმართ არის. რაზეც მნიშვნელოვანია საუბარი ასე არის საქმის პირობებში როგორ შეიძლება ამის მართვა. ვიცით რომ ADHD უნდა იყოს ორ დამოუკიდებელ სივრცეში მაინც რომ კლინიკური დიაგნოზი დაისვას. იქნება ეს სკოლაში თქვა და სახლში. კი ბატონო. სკოლაში უკვე ვახსენეთ გარკვეული ხასტო რომელიც საქართველოში ალბათ ნაკლებად არის, მაგრამ შეიძლება არსებობდეს. მშობლები როგორ უნდა გაუმკლავდნენ უკეთ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს და როგორ იმუშავა მათთან ერთად. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთი დიაგნოზის მქონე ადამიანები, ესეთი ბავშვები და დასრულებით შეფასდნენ არა მხოლოდ ფსიქიატრის მიერ. დავუშვათ ფსიქიატრმა დასვა ხო დიაგნოზი უკვე და ვიცით რომ ნამდვილად აქვს ეს დიაგნოზი. შეფასდეს ფსიქოთერაპევტის მიერაც და რამდენიმე სესიაზე მაინც მივიდნენ თუ ბავშვის შემთხვევა, მხოლოდ ბავშვიც და შეიძლება ოჯახის თერაპიაც საჭირო იყოს, როცა მშობლებიც დასხდებიან ამ თერაპევტთან ერთად, ისაუბრებენ გამოწვევებზე და მშობელი მერე უბრალოდ თერაპევტი მერე შეძლებს რომ შეაფასოს ამათი მდგომარეობა, დამოუკიდებლად შეიძლება იყოს მართული თუ ჭიროებდეს უფრო ხანგრძლივ ფსიქოთერაპიას. იმიტომ რომ თუ არ არის მდგომარეობა ძალიან მძიმე, ჩვენ შეიძლება მივცეთ მშობელს და ოჯახს ლიტერატურა, ონლაინ რესურსები, ძალიან ბევრი უფასო ონლაინ რესურსებია, რომლებიც შეიძლება რომ გამოიყენო და არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რომ ფსიქოთერაპიაში იარონ ხანგრძლივად, მაგრამ თუ ჩვენ უკვე ვხედავთ რომ ძალიან
ისეთი მდგომარეობაა, როცა მშობელიც განიცდის, ბავშვიც განიცდის, მშობელიც შფოთავს, ბავშვიც შფოთავს, სახლში დაძაბულობა, ვეღარ უმკლავდებიან, ხშირად ჩხუბობენ, ხშირად ყვირიან, ხო? ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მშობელიც ჩართული იყოს ფსიქოთერაპიაში და რაღაცა ერთობლივად შეიმუშაონ ის ტექნიკები, რომ უკეთ გაუმკლავდნენ ამ ბავშვს. ეხლა მე ჩამოთვლა კი არ მეზარება, ისეთი ტექნიკებია, რომელიც ალბათ ლოგიკურიც არის, ხო? არ ვუყვიროთ ADHD-ს მქონე ბავშვს, მივცეთ კონკრეტული დავალებები. ის კი არ უთხრათ მაგალითად, რომ წადი ოთახი დაალაგე, ვუთხრათ, აი თუ შეიძლება, აი ეს წიგნები ძირს რო ყრია, აი ამ თაროზე დაალაგე. და შემდგომ ამას რო გააკეთებს, შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ. ახლა თუ შეიძლება სათამაშოები აიღე და ჩაყარე ამ ყუთში. ახლა გაასწორე საწოლი. ეს ყველაფერი ხო ოთახის დაალაგების კომპონენტებია, მაგრამ ჩვენ რომ ამ ბავშვს უთხრათ, რომ შედი არეულ ოთახში და დაალაგე, ის დაიბნევა, ბევრი დავალებებია, ყურადღება გაეფანტება და ამას არ გააკეთებს. ეხლა ეს მე მოგეცით ერთი მაგალითი. ასეთი არის უამრავი მაგალითი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვძახი, მე კი არ მეზარება ამ მაგალითების თქმა. იმდენი რაღაცაა, რაც უნდა გავითვალისწინოთ ADHD-s მქონე ბავშვთან ურთიერთობაში, ჩემი უდიდესი რეკომენდაცია იქნება, რომ არ დავიზაროთ და გამოვყოთ ის დროც და რესურსიც, რომ რამდენიმე სესია მაინც ჩავატაროთ ისეთ ფსიქოთერაპევტთან, რომელიც უშუალოდ ADHD-ზე მუშაობს და უკეთესი იქნება თუ ეს იქნება ბავშვების ADHD-ზე, რომელიც მუშაობს და უკვე მე ამ თერაპევტთან ერთად გადავწყვიტოთ, რამდენად ჩვენ დაგვჭირდება უფრო დამატებითი ჩარევა თერაპევტის მიერ თუ მეტნაკლებად კარგად უმკლავდებით და ჩვენითაც მივხვდებით და ChatGPT-ს ვკითხავთ და დავგუგლავთ და ასე გავუმკლავდებით. რაც გადასარევი მეთოდებია, ChatGPT, Google, online ყველაფერი შეგვიძლია გამოვიყენოთ, უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება წყაროს. ვიღაცა პეტრე პავლე რო რაღაცას დაწერს, ეგ არ არის ყოველთვის სასარგებლო. თუმცა ზოგჯერ შეიძლება სასარგებლოც იყოს. ამიტომ ის კრიტიკულად შევხედოთ. მხოლოდ პრობლემებზე რო არ ვისაუბროთ ADHD-ს რაც ეხება, ხო, რაღაც პოზიტიური მხარეებიც ხო არ აქვს. მაგალითად, კრეატიულობა, მაგრამ მსმენია ასეთი რამ, რა აქვს პოზიტიური მხარეები ADHD-ს? ADHD-s მქონე ადამიანები არიან ძალიან კრეატიულები და იმპროვიზაცია შეუძლიათ ძალიან კარგად. რატომ? იმიტომ რომ ბევრ საქმეს ბოლო წუთამდე მოიტოვებენ და მერე ვალდებულები არიან რომ იმპროვიზაციით გაძვრნენ. შესაბამისად ეს უვითარდებათ ბავშვობიდანვე. ADHD-s მქონე ადამიანს შეიძლება უჭირდეს დროის მართვა და ესეც უშლის ხელს იმაში, რომ რაღაცა უფრო ხანგრძლივად იფიქროს რაღაცა პრობლემაზე და მერე ეტაპობრივად დაგეგმოს ამ პრობლემის გადაჭრა, ხო? ის გაივლის, გამოივლის, გაეფანტება ყურადღება და უცებ მოვა 5 წუთი რჩება პრობლემის გადაჭრამდე და იმ 5 წუთში უნდა მოიფიქროს რამე. ოღონდ ასე ცხოვრობს დაბადებიდან. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რაღაცა 20 წელი, 30 წელი, როცა ადამიანი ვარჯიშობს იმპროვიზაციაში, კრეატიულობაში, ის ამაში იქნება ძალიან მაგარი. ასევე ADHD-s მქონე ადამიანებს აქვს ძალიან ბევრი ინტერესები, იმიტომ რომ მალე ბეზრდებათ ყველაფერი და ADHD-s მქონე ადამიანებს აქვს ძალიან ბევრი ჰობი, რომლებიც შეიძლება ძალიან მაგრა არ იცოდნენ, მაგრამ ზედაპირულად იციან ძალიან ბევრი რამ. და ამათ შეუძლიათ ბევრ რამეზე გესაუბრონ და მათთან კომუნიკაცია არის ხოლმე ძალიან ადვილი. ADHD-s მქონე ადამიანები ასევე ძალიან სხარტები არიან და სწრაფები, რაც გუნდურ მუშაობაში ძალიან კარგია ხოლმე და აი ორგანიზაციებს სულ ვეუბნები, რომ 1-2 ADHD-s მქონე ადამიანი რომ ყავდეს გუნდში, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ისინი აი ამ კრეატიულობით, იმპროვიზაციის უნარით და სწრაფი ფიქრით, სწრაფი აზროვნებით ძალიან ხშირად კარგი დანამატია ხოლმე გუნდში. თუმცა სულ ADHD-s მქონე ადამიანებს ალბათ 1-2 დინჯი ადამიანის დასჭირდებათ გუნდში, რომ ცოტა დაამშვიდონ. და ბოლოს მინდა შევეხო უკვე ADHD-s მდგომარეობის მკურნალობას. საქართველოში სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის ბევრი მედიკამენტი და ზოგჯერ თქმის არც ერთი მედიკამენტი არ მოეპოვებათ პაციენტებს, რომ ადამიანებს რომ იმკურნალონ ამ მდგომარეობის თვის როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს ყველაფერი და რა არსებობს დღეს რაც შეუძლიათ გამოიყენოს პაციენტებმა საქართველოში. კი ბატონო, ძალიან მიხარია რომ ამ საკითხს შევეხეთ. პირველ რიგში ვიტყვი რომ ADHD-s მედიკამენტოზური მკურნალობა არის სტიმულანტებიც და არასტიმულანტებიც. ეს არის დღესდღეობით, ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტი, ხო? თუ სჭირდება ადამიანს მედიკამენტი, ამას დავაზუსტებ. ყველა ადამიანს, ვისაც ADHD აქვს, შეიძლება არ სჭირდებოდეს მედიკამენტი, იმიტომ რომ ის მედიკამენტის გარეშე მართავდეს ამ პროცესს. მე ვარ ამის მაგალითი, რომელიც არ ვიყენებ უკვე წლებია მედიკამენტს, თუმცა
დაახლოებით 1 წელი მე პირადად გამოვიყენე არასტიმულანტი medicamenti ADHD-ის სამართლებად. მე პირადად სტიმულანტი არასდროს არ მიმიღია. საქართველოში სტიმულანტი წამლები არ არის. იმიტომ რომ შეიცავს ნივთიერებას, რომელიც შეიძლება ასევე იყოს დაუშვათ ნარკოტიკულ საშუალებებში და ამიტომ ამაზე თავს იკავებს სახელმწიფო, რომ ეს მედიკამენტი შემოიტანოს. ამაზე ვიტყვი ორიოდე სიტყვით. თითქმის ყველა ფსიქოტროპული წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს მავნედ ნარკოტიკული ასე ვთქვათ მიზნებისთვის. კი. შესაბამისად, ამ ლოგიკით ჩვენ არ უნდა გქონდეს ძირითადი ნაწილი ფსიქოტროპული წამლებისა, რომლებიც გამოიყენება ისეთი სერიოზული დაავადებების მკურნალობის დროს, როგორიც არის შიზოფრენია, როგორიც არის ძალიან მძიმე ობსესურ-კომპულსური აშლილობა, ძალიან მძიმე დეპრესია და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეგ ლოგიკა არასწორია. ყველა ფსიქოტროპულს წამალს სჭირდება შესაბამისი დანიშნულება, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიღება, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ ფსიქოტროპულ წამლებთან მიმართებაში, თუმცა იმის გამო, რომ შეიძლება ეს ადამიანებმა არასწორად მოიხმარონ რეკრეაციული მიზნებისთვის, ამის გამო ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კლინიკური დიაგნოზი აქვთ და წვალობენ ამ დიაგნოზის მართვაში და მხოლოდ თერაპია და ის არასტიმულანტები უკვე აღარ შველით, ჩვენ ამ ადამიანებს არ უნდა შევუზღუდოთ ის მედიკამენტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია უამრავი კვლევით, სამეცნიერო კვლევით, რომ ეს არის ზუსტადაც რომ შველა ამ ადამიანებისთვის. ADHD არ არის რაღაც ისეთი განაჩენი, რომელმაც უნდა გაგვიფუჭოს ცხოვრება, გამოგვაგდოთ ამის გამო სამსახურიდან, ვერ დავამთავროთ სკოლა და ასე შემდეგ. ეს არის მართვადი მდგომარეობა, უბრალოდ ამას სჭირდება ეტაპობრივი მიხედვა და ყურადღების მიქცევა. ძალიან დიდი მადლობა, უღრმეს მადლობა ანა, რომ საუბრეთ იმ თემაზე, რომელზეც შეიძლება ხშირად არც საუბრობენ, მაგრამ უამრავი მცდარი მოსაზრება არსებობს და მე მგონი დღეს მაყურებელს ეს ყველაფერი გავაცანით. მადლობა.